ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. გადაცემა ეკონომიქსის გენერალური სპონსორია Heidelberg Cement. შენობის სიმყარეს ცემენტის ხარისხიც განაპირობებს. თუ მშენებლობას იწყებთ, Heidelberg Cement, უკეთესი მშენებლობისთვის. გადაცემის სპონსორია ლუდსახარში ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუდსახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუდს, კიონიკ პილსნერი. König Pilsner. დაგვირგვინე წარმატებული დღე. ბიზნესი და ეკონომიკის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. დილა მშვიდობის საქართველოს ხელისუფლებამ ირანის ფიზიკური და იურიდიული პირების დაახლოებით 150 საბანკო ანგარიში გაყინა, რათა დაიცვას თეირანის ბირთვული პროგრამისკენ მიმართული გაეროს სანქციები. ამ შესახებ ამერიკული გამოცემა Wall Street Journal იუწყება, როგორც ჯეი სოლომონისა და ბენუა ფუკონის სტატიაში აღნიშნული ირანელთა საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 20 ივნისს Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ გააკეთა. ქალბატონმა წოლუკიანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა იკვლევს იმ სამხილებს, რომელიც ამერიკული გამოცემის სტატიაში გამოქვეყნდა და აღნიშნა, რომ თბილისი მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ირანისთვის დაწესებული სანქციების შესრულების კუთხით. ციტირებს გამოცემა საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვებს. როგორც სტატიაში აღნიშნული 2011 წლიდან მოყოლებული საქართველოს ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, რამაც ქვეყანაში შემოსული ირანელი ტურისტებისა და ბიზნესმენების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. თუმცა როგორც თბილისში გამომავალი სპარსულენოვანი გაზეთის რედაქტორი სარა ღაზი ამბობს, ბოლო რამდენიმე დღეა უკვე იგრძნობა ცვლილებები ირანელებთან მიმართებაში. სომხეთის საზღვრიდან მომავალ ირანელ ვიზიტორებს უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე, თუ მათ სასტუმროს წინასწარი ჯავშანი არ ექნებოდათ. უარის ასეთი ფორმა აქამდე არ ყოფილა, აღნიშნავენ ჯეი სოლომენი და ბენია ფუკონი. 20 ივნისს Wall Street Journal-მა შეგახსენებთ, რომ გამოაქვეყნა სტატია სათაურით საქართველოში ირანელების ინვესტიციას სანქციების მიუხედავად. იზრდება სტატია ირანელების მხრიდან საქართველოში ბიზნეს საქმიანობისადმი ინტერესის დასახება და აღნიშნულია, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა ირანს საზღვარგარეთ ბიზნესის კეთება გაუხულა, მაგრამ ირანელი ბიზნესმენები მიუტვიან საქართველოსკენ, რომელიც უკვე დიდი ხანია ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეა კავკასიის რეგიონში. უკვე 2 საათია ბათუმში ვაჭრობის ხელშეწყობისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნის განვითარების საკითხებზე მესამე რეგიონული კონფერენცია იმართება. ორდღიან ღონისძიებას ესწრებიან სამთავრობო უწყებების, სამინისტროების, საბაჟოების, სატრანსპორტო სააგენტოების, რკინიგზებისა და ნავსადგურების წარმომადგენლები საქართველოდან, ასევე უკრაინიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები. მთავარი მომხსენებელი კონფერენციაზე გახლავთ შემოსავლების სამსახური და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვთ კონფერენციის დეტალებზე გავესაუბროთ. შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ხატია მოისტრაფიშვილს. ხატია, გამარჯობა. გამარჯობა ირმა. მადლობა გადაცემაში თქვენ. ანუ მე როგორც უკვე აღნიშნე, საკმაოდ წარმომადგენლობითია ეს კონფერენცია. უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ გითხრათ, რას ემსახურება, რა საკითხების განხილვა მოხდება და რაც თავარია, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს საქართველოსთვის. შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც კონფერენციის დღის წესრიგშია და რომლის განხილვის შემდეგაც გადაწყდება ეს საკითხები დაინერგება თუ არა საქართველოში, რომელზეც მოგახსენებთ. თქვენ უკვე ბრძანეთ, რომ კონფერენცია ბათუმში მიმდინარეობს, ეს არის ორდღიანი, მართლა ძალიან წარმომადგენლობითია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. კონფერენცია ორგანიზებულია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ასევე საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის კომიტეტის მხარდაჭერით. დღის კონფერენციაზე სიტყვით წარსდგება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე დაგეგმილია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის ვახტანგ ლაშქარაძის გამოსვლაც. ბატონები ხუნდაძე და ლაშქარაძე გააცნობდა კონფერენციის მონაწილეებს შემოსავლების სამსახურის უახლოეს მიდგომებს, დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც საბაჟოსთან მიმართებაში, ასევე თქვენ იცით, რომ შემოსავლების სამსახურს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ელექტრონული მომსახურება, გვაქვს სიახლეები ამ მიმართულებით და სწორედ ამ სიახლეების თაობაზე ისაუბრებს ცენტრის ხელმძღვანელი. ეხლა რაც შეეხება იმ პროექტები თუ შეგიძლიათ რა დააკონკრეტოთ, აი რომელ პროექტზე იქნება უშუალოდ ამ კონფერენციას საუბარი? კი ბატონო, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები საქართველოში
საერთაშორისო ორგანიზაციის supply chain council-ის წარმომადგენლობის დაფუძნების შესახებ ისაუბრებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ასევე განიხილავენ ტრაფიკას დერეფანში სარკინიგზო, საგზაო და საზღვაო მულტიმოდალური გადაზიდვების მარშრუტების გამარტივების საკითხებზე ისაუბრებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იქნება ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის შესახებაც. დავალოდოთ, კონფერენცია სულ რაღაცა 2 საათია მიმდინარეობს, დღის ბოლოს უკვე იქნება სერიოზული შედეგები და უკვე შეგვიძლია თუნდაც ხვალ ვისაუბროთ იმ შედეგებზე, რომელიც იქნება მიღებული. მადლობა ხატია მოისტრაფიშვილი შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი საუბრობდა პასუხობდა უბრალოდ ეკონომიკის კითხვას. მე შეგახსენებთ, რომ უკვე 2 საათია ბათუმში ვაჭრობის ხელშეწყობისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნის განვითარების საკითხზე მესამე რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტის ახალი კურსი დაიწყო. ღონისძიება ოფიციალურად გახსნა ფინანსთა მინისტრმა ნუდარ ხადურმა და სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა. პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტის ეგიდით ტარდება. საქართველოს ფონდის რეგიონალურ კურსს უკვე მეორედ მასპინძლობს და მასში მონაწილეობას ქართულ კოლეგებთან ერთად სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 7 ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. აკადემიაში სწავლება 24 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტები წარუძღვებიან. სასწავლო კურსი ფინანსური პროგრამირებისა და პოლიტიკის თემაზე ჩატარდება და მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას მონაწილე ქვეყნების, მაგალითად მოხდება არსებული პრობლემების განხილვა და ანალიზი. და ამ დროის სულ ეს იყო ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით ეკონომიკსი რადიო იმედის ეთერს დაუბრუნდება 16 საათსა და 15 წუთზე. თქვენ კი დარჩით რადიო იმედის ტალღაზე. წინ უამრავი საინტერესო ინფორმაცია გელოდებათ. მე ტრადიციულად შემოსავლიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიკსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიკსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.